Ყველას ჩემს მაყურებელს მოგესალმებით, მე ვარ ნინო თოდუა. მოდით დღეს ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არ უნდა ვიყოთ ნეგატიურები და რატომ არ უნდა ვიფიქროთ სხვა ადამიანებზე ნეგატიურად. საერთოდ უკვე დიდი ხანია ცნობილია ის ფაქტი, რომ ჩვენ ხვდებით ისეთი, რაზეც ვფიქრობთ დიდხანს, ანუ ჩვენ ვიძენთ იმ ადამიანის თვისებებს, ვიზეც ვფიქრობთ დიდხანს, ვიზეც ვსაუბრობთ დიდხანს, ანუ ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა დიდხანს. ეს მნიშვნელოვანია და ვფიქრობ ძალიან დასაფიქრებელი საკითხია. იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ბედნიერება, ჩვენ თუ გვინდა სიყვარული, ჩვენ თუ გვინდა ცხოვრებაში გქონდეს ის მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც ჩვენ გვაბედნიერებს, გვახარებს, მოაქვს ჩვენ ცხოვრებაში ჰარმონია და სიხარული, ძალიან მნიშვნელოვანია არ ვიყოთ ნეგატიურები, ვისწავლოთ კარგის დანახვა, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო ყოველთვის არის და იქნება კარგიც და ცუდიც, ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს, რა დავინახოთ და რასაც ვხედავთ, სწორედ იმითია ჩვენი ცხოვრება სავსე. სასურველია თუ იქამდე სანამ საუბარს დაიწყებ, ჯერ დაფიქრდე იმაზე, რას ამბობ და მხოლოდ მერე თქვა. და ასევე დაფიქრდე იმაზე, ვისთან ამბობ და მხოლოდ მერე თქვა. იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ უბრალოდ გვართმევენ ჩვენს ენერგიას და ხელს გვიშლიან ჩვენი ოცნებების ახდენაში. თუ შენი სურვილები ან ოცნებები გაუმჟღავნე ადამიანს, რომელსაც უბრალოდ არ ესმის ეს ყველაფერი, რომელიც ყველაფერს ნეგატიური თვალით უდგება, ის შეეცდება შენ გადაგაფიქრებინოს და გადაგარჩინოს ბრწყალებში შენი ოცნებისგან და თუ შენ ასეთ რამდენიმე ადამიანს გაუზიარებ ოცნებას, შეიძლება იფიქრო, რომ ვაიმე მართლა რაღაცა შინელება მოხდება და უარი თქვა იმაზე, რაც შენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა და შეცვლიდა კარგისკენ, დადებითისკენ და ბედნიერისკენ. ამიტომ რაც შენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნუ ილაპარაკებ ყველასთან იმაზე და ნუ ილაპარაკებ ნეგატიურ ადამიანებთან. ესაუბრა მხოლოდ იმას, ვისაც გული აქვს ღია, ვისაც გონება აქვს ღია, იმისთვის რომ გაიგოს და ვინც მზად არის რომ გაგიგოს შენ ისეც როგორიც ხარ და მიიღოს ყველა შენი ოცნება და უხარდეს ყველა შენი წარმატება შენთან ერთად. თუ დააკვირდები, ჩვენ ადამიანებს გვახასიათებს ძალიან დიდი პრეტენზიები, ჩვენ არ ვართ მადლიერები, არ გამოვხატავთ მადლიერებას, გვირჩენია პრეტენზიებით ავავსოთ ერთმანეთი. და პირველი ნაბიჯი სიყვარულისკენ არის სწორედ მადლიერება. პრეტენზიები კი კლავს ყოველივე კარგს, გვანადგურებს ჩვენ, ანადგურებს ჩვენს ურთიერთობებს და ეს შეიძლება იყოს აბსოლუტურად ღია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს იმდენად ფარული თქვენი პრეტენზია, რომ ვერც კი ხვდებოდეთ ამას და ამიტომ საჭიროა დაფიქრდეთ ამ საკითხზე, რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ თქვენს ურთიერთობაში, თქვენს ცხოვრებაში და ეცადოთ თქვენი ცხოვრება იყოს მაქსიმალურად გააზნერებული და გაცნობიერებული, ადგილი არ გქონდეს მექანიკურ საუბარს, მექანიკურ ქცევას. ეს ძნელია, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეული ვართ, ყურადღება გვაქვს გადატანილი სულ სხვადასხვა რაღაცებზე და ვერ ვამჩნევთ როგორ ცხოვრობთ. არდა ჩვენ უნდა ვიყოთ მადლიერი იმ ადამიანებისა, ვინც გვიყვარს, იმისთვის რომ არიან, იმისთვის რომ ჩვენთან არიან, იმისთვის რომ ჩვენ გვემსახურებიან, ჩვენ ვემსახურებით ერთმანეთს. კი, ეს არ არის არანაირად ცუდი სიტყვა, ეს არ არის არანაირად დამამცირებელი. ემსახურო ადამიანს ნიშნავს დაეხმარო მას, თავისი კარგი რაც აქვს ის გამოამშღალოს, დაეხმარო მას მივახლოვდეს ღმერთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთმანეთი კი ამისთვის გვჭირდება. ეცადე რომ თუ გააკეთებ სიკეთეს, არიარ და ამაზე არ იტრაბახო ყველასთან, ან იმისთვის არ გააკეთო, რომ შედეგი მიიღო, იმიტომ რომ როცა ელოდები რაღაცას და ისე აკეთებ, ეს უკვე აღარ არის სიკეთე, ეს არის ანგარება და ბუნებრივია ის კარგად არასოდეს არ დაგიბრუნდება უკან. ამიტომ დაფიქრდი შენს ქცევებზე, თუ გინდა სიკეთის გაკეთება, თუ გინდა რაღაც კარგი გააკეთე, როგორც ამბობენ, ქვაზე დადე და უკან აღარ მოიხედო. ეს ჩვენ ყოველთვის გვიბრუნდება, ჩვენი სიკეთე, ჩვენი სიყვარული, ეს არის ის, რასაც გავცემთ და მატულობს, იზრდება და არა ის, რაც მცირდება. ამიტომ ამისი არ შეგეშინდეთ. არსებობს ადამიანების განვითარების სამი მდგომარეობა, ასე ვთქვათ, უმაღლესი დონე, სადაც
ადამიანი არის ძალიან სულიერი, ამ ადამიანს არ უყვარს სხვაზე ცუდი საუბარი, თუ მას დაუწყებ სხვაზე ცუდი სიბინძურეების ლაპარაკს, ან შეესწრება რაღაც ცუდ სიტუაციას, შეიძლება ის ადამიანი ფიზიკურადაც კი ცუდად გახდეს და ეს შეგრძნება კონდეს, რომ ნაგავი ჩააყარეს სულში. ასეთი ადამიანები ყოველთვის პოზიტიურები არიან, ისინი გარეს სამყაროს ყოველთვის დადებითი თვალით უყურებენ, ყველაფერში ცდილობენ დაინახონ კარგი. ისინი ყოველთვის ამბობენ სიმართლეს, მაგრამ ტკბილი სიტყვებით და კი, მათთან ურთიერთობა რთულია ალბათ, თუმცა ბუნებრივი არა ყველასთვის. გაჩნია შენ თვითონ როგორი ხარ, ჩემი აზრით. ეს ადამიანები ასევე ხუმრობენ, მაგრამ მათი ხუმრობა არის თეთრი ხუმრობა, არის კეთილი ხუმრობა და ხშირად ხუმრობენ საკუთარ თავზეც. მეორე მდგომარეობა არის, როცა ადამიანი ძალიან მკვეთრად, ძალიან მტკივნეულად რეაგირებს კრიტიკაზე, ასეთ ადამიანებს უყვარს სწრაფი ლაპარაკი, უყვარს ლაპარაკი სექსზე, ფულზე, წარმატებაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და ასე შემდეგ, უყვარს საკუთარ შენაძენებზე საუბარი, როგორც არის მანქანა, სახლი და ასე შემდეგ. მათ უყვართ ხუმრობები სექსზე და არიან საკმაოდ ფიცხები და ემოციურები. საუბრის დასაწყისში, როგორც წესი, არიან ძალიან შემართულები და გრძნობენ ენერგიის მოსყევებას, მაგრამ უკვე საუბრის დასასრულისთვის გრძნობენ გარკვეულ სიცარიელეს და სევდას. რაც უფრო განვითარებულია ადამიანი, მით უფრო ძლიერია ეს სევდის შეგრძნება მასში. და ეს ადამიანს აცარიელებს, ეს ადამიანს აცლის ენერგიას და ეს ცუდია. არსებობს კიდე ძალიან დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანები, მათი ამოცნობა შეიძლება ასე, რომ როგორც კი მათ კრიტიკას დაიწყებთ, ისინი ყველა ვარიანტში, ყველაფერზე ფიქრს შეწყვეტავენ და დაიწყებენ თავის მართლებას. რაც არ უნდა გააკეთონ, რომ ციცოდნენ, რომ გააკეთეს ძალიან ცუდი რაღაც, არც გაწიცილდებიან, არც სინდისი არ შეაწუხებთ, ეცდებიან იმართლონ თავი ბოლომდე. და ასეთი ადამიანები არიან ნეგატიურები, ისინი უმეტესობაში ხედავენ ყველაფერს ცუდს, მათ უყვარს სხვებზე ცუდის ლაპარაკი, ისინი ამით თითქოს ენერგიას იღებენ, ასევე უყვართ ადამიანების პროვოცირება, რომ მათგან მიიღონ ნეგატიური ქცევა, ნეგატიური მოქმედება, ფიქრი, თუნდაც სიტყვები, თითქოს ამით იკვებებიან, მათ უყვართ ბინძური სიტყვებით საუბარი და მათი ცხოვრება სამწუხაროდ სავსეა რთული ცხოვრებისეული გაკვეთილებით, ასე ვთქვათ, აქვთ ხშირად დაავადებები, ადვილად ემართებათ ფსიქიური დაავადებებით და ეს ცუდია. თუმცა კარგი ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. თუ ჩვენ გავაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენი აზრები მატერიალიზდება, ჩვენი ცხოვრება, თუ ჩვენ გავაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენი აზრები გადმოდის ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი ფიქრები, ანუ განსაზღვროს იმას, როგორ ცხოვრობთ ჩვენ, აი მაგალითად, ეხლა შეხედე შენ თავს, როგორ ცხოვრობ, მიმოიხედე გარშემო და შეხედავ რა არის შენი ფასეულობები, რაზე ფიქრობ, რა არის შენთვის წარმოუდგენელი, რა არის შენთვის მისაღები და ასე შემდეგ. ყველაფერი ჩანს დღეს შენს ცხოვრებაში. შენ შეიძლება შეცვალო შენი ცხოვრება, თუ დააკვირდები დიდი ადამიანები, ის ვინც ოცნება აისრულა, არიან ძალიან დიდი მეოცნებები, აქვთ ოცნება, როგორც წესი მათ აქვთ რთული გზა, იმიტომ რომ წარმატებისკენ გზა ბევრ წარუმატებლობაზე დგას და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ გზას გაივლი ისე რომ არ დანებდები, დაეცემი მილიონჯერ და მილიონჯერ ისევ ადგები, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ მიხვიდე იქამდე, აიხდინო შენი ოცნება და მიხვდე რომ ოცნებას აქვს საოცარი უნარი იმისა, რომ ახდეს. და ეს არის ძალიან კარგი. თუ შენ დაიწყებ პოზიტიურად აზროვნებას, შენ ცხოვრებას აივსება პოზიტიური მდგომარეობით, ეცადე არ იყო კრიტიკული, არც საკუთარი თავის მიმართ და არც სხვა ადამიანების მიმართ, ეცადე მიიღო ადამიანები, მიიღო პირველ რიგში საკუთარი თავი, იმიტომ რომ თუ საკუთარ თავს ვერ მიიღებ, ვერასოდეს ვერც ერთ ადამიანის მიღებას ვერ შეძლებ. თუ საკუთარ თავს ღრმად არ გაუგებ და არ შეიყვარებ, ვერ შეძლებ გაუგო და შეიყვარო სხვა ადამიანი. ეს არის წარმოუდგენელი და
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შენ გქონდეს ჯანსაღი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, შენ შეგეძლოს მიიღო კრიტიკაც, რომელიც არის სწორი, შეცვალო შენი ცხოვრება და ეს ყველაფერი დადებითად დაისახება ბუნებრივია ისევ და ისევ შენზე. ჩვენ ხშირად გვიპყრობს ბრაზი და ეს ბრაზი არის ძალიან ძლიერი ემოცია. ხშირად ბრაზის გამო ჩვენ ვიღებთ ძალიან არასწორ გადაწყვეტილებებს, რომელზეც შეიძლება მერე მთელი ცხოვრება ვინანოთ. ეს რომ არ მოხდეს არასოდეს ბრაზის დროს არ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეცადე და არ ეურთიერთო იმ ადამიანს, ვინც გაწყენა გაგაბრაზა გავიდეს, თუ იმ წუთას იქ არის 10 წამი მაინც, მხოლოდ მას მერე დაუბრუნე პასუხი და მიხვდები. შენი პასუხი იქნება უფრო გაცნობიერებული, ვიდრე იქნებოდა იმ წამსვე წამოსროლილი სიტყვები. შეეცადე რომ დაელაპარაკო მას ერთი დღის მერე, თუ არ გეყო ერთი დღე დაელაპარაკო ერთი თვის მერე, ანუ მაშინ როცა ეს ბრაზი, როცა ეს გულის ტკენა შედარებით შემცირდება და გადაივლის და მაშინ უფრო სწორი იქნება შენი ნათქვამიც, შენი ნაფიქრიც და შენი გადაწყვეტილებაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დრო. საერთოდ როგორც წესი ღამე ჩვენ ყველაფერი უფრო ტრაგიკულად გვეჩვენება და უფრო ცუდი აზრებისკენ მიდრეკილი ხდებით, ადვილად ვემორჩილებით მათ, ამიტომ ასევე არ მიიღო შენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ღამის საათებში. როგორც ამბობენ, დილა უფრო ბრძენია ვიდრე ღამე და ამიტომ შეეცადე დილამდე გადადო, დილა სხვა თვალით შეხედო ამ ყველაფერს და მხოლოდ მერე საღგონებაზე გადაწყვიტო და თუ ისევ იფიქრებ, კი ბატონო, წინ არავინ არ დაგიდგება და არ გადაგეღობება, მაგრამ დიდი ალბათობით დილას შეიძლება შენი პოზიცია დაიფიქრებ, რომ ძალიან კარგი გააკეთე, რომ უბრალოდ მოიცადე ერთი ღამე, გაძელი და არ თქვის ყველაფერი ან არ გააკეთე, რასაც მაშინ ფიქრობდი და აპირებდი. თუ ეს რა თქმა უნდა ნეგატიურ რაღაცას ეხება. ცხოვრებაში ჩვენ გვჭირდება სხვა გაკვეთილების მიღება იმისთვის, რომ გავიზარდოთ, წინ ვიაროთ. ამიტომ უნდა იყო მადლიერი იმ სიტუაციებისა, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში მოხდა, ან ხდება. შეიძლება ახლა ფიქრო, მე ისეთი რაღაც შემოვხვდა, რომ უბრალოდ შეუძლებელია ამის გამო ვიყო მადლიერი, მაგრამ ღმერთი ჩვენ არასოდეს არ გვაძლევს იმაზე მეც რისი გაძლება შეგვიძლია და როგორც ამბობენ, რაც არ გკლავს ის გვაძლიერებს და ეს მართლაც ასეა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ყოველდღიური სიტუაციებიდან, ჩვენი ყოველი წუთი და ყოველი წამი არის გაკვეთილი და ჩვენ ეს გაკვეთილი უნდა მივიღოთ, უნდა ვისწავლოთ თუ არა და ის მეორდება და მეორდება იქამდე, სანამ ჭკუას არ ვისწავლით, ასე ვთქვათ. ამიტომ ყოველთვის როცა რაღაც ხდება შენ ცხოვრებაში, რაღაც ნეგატიური, რაღაც ისეთი, რაც არ მოხდეს და ფიქრობ რისთვის, დაფიქრდი და აუცილებლად იპოვი მიზეზს და რომ იპოვი მიზეზს, შეცვლი ამ მიზეზს, ეცდები მის შეცვლას და ბუნებრივია შეიძლება ეს მდგომარეობაც უნდა მიიღო სიტუაცია და დამშვიდე. მას მერე რაც მართლა მიიღებ და დამშვიდები ამ სიტუაციას, ეს სიტუაცია ადვილად გავა. ეს არ უნდა იყოს გარეგანი მიღება, აი ისეთ პონჩი, ასე ვთქვათ, რომ ერთ ლოყაზე რო გაგარწყავენ, მეორე მიუშვირე. არა, ანუ ეს უნდა იყოს გულიდან წამოსული, უნდა გაიგო, უნდა გაიაზრო, რატომ, რისთვის, რა მოიტანა, რა შეცვალა და აი ამის მერე ეს სიტუაცია თავისი ძალიან მარტივად შეიძლება. ეცადე პრეტენზიების გამოხატვის ნაცვლად გამოხატო მადლიერება იმისთვის, რომ ხარ, მადლიერება იმისთვის, რაც არის ყველაფრისთვის, რაც იყო, არის და იქნება შენ ცხოვრებაში. და თუ შენ გავუშვებ კრიტიკას და ნეგატივს შენი ცხოვრებიდან, დაავადებები, დეპრესიები და ასეთი რაღაცა, ნელ-ნელა დატოვებ შენ ცხოვრებას და შენ ცხოვრებაში შემოაღებს კარს მხოლოდ ჰარმონია, მხოლოდ ბედნიერება და მხოლოდ სიხარული. გახსოვდეს, ყველაფერი უფლისნება, არაფერი ჩვენ ცხოვრებაში ისე არ ხდება და უბრალოდ მიენდე მას. როგორც კი მას მიენდები, მაშინვე გარკვეული დაძაბულობა მოგეხსნება, დამშვიდდები და გეცოდინება, რომ არის სამყაროს სული, რომელსაც ჩვენ ვეძახით, რომელსაც ჩვენთვის ყოველთვის ყველაფერი კარგი უნდა. თავარია ჩვენ არ ჩავუკეტოთ გულის კარები, ჩვენი ქცევებით, ჩვენი ცუდით, ჩვენში ყოველთვის არის ჭიდილი, კარგის და ცუდის, კეთილის და ბოროტის, შავის და თეთრის, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.
ვის მიანიჭებ უპირატესობას, ვის ყვებავ და ვის გაამარჯვებინებ. ამიტომ მიიღე ის ცუდიც რაც არის შენში, მიიღე ის სიტუაციებიც რაც შეგემთხვა, მაგრამ ნუ ყვებავ მას ყოველდღიურად. ყვებე შენი კარგი, ნათელი, დადებითი მხარე, იყავ ისეთი როგორიც ხარ, ყველაფერი რაც გახარებს, გსიამოვნებს, გაბედნიერებს, შემოუშვი შენს ცხოვრებაში და დაინახავ როგორ შეიძლება შენი ცხოვრება ყოველდღიურად და მოვა შენს ცხოვრებაში ის ძალიან დიდი ბედნიერება, სიხარული, რასაც ყოველთვის ოცნებობდი და რაც გინდოდა შენ საკუთარი თავისთვის. თუ ეს ვიდეო მოგეწონა, თუ ეს ვიდეო სასარგებლო იყო შენთვის, დაალაიქე, რომ ეს გავიგო, იმიტომ რომ ეს მემაძლევს мотивაციას. ასევე თუ მოგწონს ჩემი ვიდეოები, გამოიწერე არხი, მე კითხვებით გემშვიდობები, გისურვებ სულიერ სიმშვიდეს და ძალიან დიდ სიყვარულს და გაცნობიერებულ ცხოვრებას. თვრებით.